მინერალებს დიდი როლი უჭირავთ ორგანიზმში მიმდინარე ქსოვილებისა და ორგანოების ფუნქციონირებაში. რაქიტი სხვანაირად ჩვილი ბავშვების დაავადება, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმში მინერალიზაციის, ცვლილების მინერალიზაციის და ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნის დარღვევა, რაც განპირობებულია D ვიტამინის დეფიციტით და აქედან გამომდინარე კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევით. დაავადების ფორმა, სამი ფორმა არსებობს, ანუ არის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმა. თვითონ რაქიტის დაავადების სინონიმი არის სხვანაირად ინგლისური დაავადება. ანუ რაქიტი უფრო გავრცელებული უნდა იყოს იმ ქვეყნებში, სადაც მზიანი ამინდები ნაკლებად არის და სადაც არ არის საშუალება, რომ თქვათ ბავშვი იყოს მზის სხივების ინსოლაციის ქვეშ. შეიძლება გქონდეს ჭირვეულობა ან პირიქით ადინამია გამოხატული ბავშვს, განსაკუთრებით გაძლიერებული ოფლიანობა, ეგრეთ წოდებული რაქიტული სიკაჩლე ქვია, ანუ თავს ხშირად ახახუნებენ ბალისზე და თავის კეფაზე ცოტა თმების გაცვენას აქვს ადგილი. შეიძლება იყოს შუბლის ბორცვები გამოწეული, კეფის ბორცვებით გამოწეული, თავის ფორმა ეგრეთ წოდებული რაქიტული. დაგვიანებული აქვს ტყილების ამოსვლა. გარდა ამისა, შესაძლებელია გულმკერდის ფორმა იყოს შესული, ეგრეთ წოდებული რაქიტული კრიალოზანი ნეკნებზე ცვლილებები განვითარდეს, შეიძლება ქათმის გულმკერდი ან მეწაკის გულმკერდი განვითარდეს, ანუ დეფორმირებული გულმკერდის ყაფაზე. სამწუხაროდ მძიმე ფორმის დროს გამოხატული ცვლილებები ძვალსახსროვანი სისტემით თვითონ რახიტი კი იწვება ბავშვთა დაავადებას, მაგრამ შესაძლებელია ეს არსებული ცვლილებები მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩეს. დღენაკლ ბავშვებში მოწოდებულია, რომ 2 კვირის ასაკიდან დავიწყოთ რაქიტის პროფილაქტიკა, ანუ პრევენცია. ამისათვის ენიშნებათ ხოლმე დაახლოებით 1 წვეთი ვიტამინი D, რომელიც პროფილაქტიკური დოზაა. დროულად დაბადებულ ბავშვებში 2 თვის ასაკიდან რეკომენდირებულია მაინც საპროფილაქტიკო დოზა, მით უმეტეს ზამთარში დაბადებულ ბავშვებზე. გარდა ამისა, პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს ეს ბავშვი და შეიძლება მშობელს რაღაც გამოეპაროს რაღაცა მომენტები ბავშვის, თქვათ, რახიტული ცვლილებებიდან, მაგრამ პედიატრს არ უნდა გამოეპაროს. აუცილებელია იმისათვის, რომ რაქიტი არ დაემართოს ბავშვს, მით უმეტეს ზამთრის თვეებში დაბადებულ ბავშვებში, რომ მზის სხივების ზემოქმედება იყოს. თანაც ეს ულტრაისფერი სხივის ზემოქმედება აუცილებლად უნდა იყოს უშუალოდ ოთახში კი არა, გარეთ მზის ქვეშ. უნდა შევეცადოთ, რომ თევზი მივცეთ ბავშვს 7 თვიდან, როგორც ხორცის მიცემა შეიძლება, ასევე თევზიც. თევზი უნდა მივცეთ კვირაში 2 ჯერ მაინც ბავშვებს და რასაკვირველია ხიზილალა, რომელშიც ასევე არის D ვიტამინი. ყველაფერი და კვერცხიც აუცილებლად მნიშვნელოვანია.